საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მშვიდობას ასეთ დროს განსაკუთრებული ფასი აქვს და რაც მოსალოდნელი იყო, ის მოხდა ამ დილით. როგორც ყველასთვის ცნობილია, ირანმა და ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანეს ირანზე. რა თქმა უნდა, და ამაში ალბათ ეჭვი არც არავის ეპარება, ეს ყველაფერი კეთდება იმიტომ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული ამერიკის მოქალაქეების, ისრაელის მოქალაქეების, იმიტომ რომ ირანი არ დასხმოდა ამ ქვეყნებს თავს, არ გაენადგურებია ამერიკული დემოკრატია, მისი მოკავშირე ამერიკის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ახლა ამერიკელებისთვის, ამიტომ ამერიკა და ისრაელი ახლა იცავს თავს კი არ ესხმის ხალხო, თავს იცავს. ხო და აი ამ თავდაცვის რეჟიმში მყოფმა შეერთებულმა შტატებმა ეს დიქტატორული ბნელი ირანი დაბომბეს და ჩვენ რა თქმა უნდა დემოკრატიის მხარეს, თავდამცველების მხარეს და რა თქმა უნდა სინათლის მხარეს უნდა ვიყოთ და არა სიბნელის მხარეს უნდა ვიყოთ, ალბათ აი ამიტომაც ესე იგი გაიმართება ეს ნათელი ფერებში დღეს აქცია 28 თებერვალს 18 საათზე ჩვენი ნათელი ძალები გამოვლიან თბილისში ირანის საელჩოსთან გააპროტესტებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის არსებობას იქ შეიკრიბება მთელი ეს შიგ ევროპელების ნათელი წერტილი რაცა საზოგადოების და თავის წვლილს ალბათ შეიტანენ ირანის დიქტატორის და დიქტატურული რეჟიმის დამხობაში თბილისში დაიცავენ ირანს. ჩვენ ახლა გამოუწყდებით ახლა ამ ყველაფერს, ასე რომ გაუმარჯოს შეერთებულ შტატებს, გაუმარჯოს ისრაელს, გაუმარჯოს დემოკრატიას, ძირს დიქტატურა, ძირს ირანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარეს უნდა ვიდგეთ ირანი ისედაც საუკუნეების მანძილზე დამყრობელი იყო და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. აი ეს აზროვნება, ეხლა მე რაც ვილაპარაკე, აი ეს აზროვნება ტრიალებს საქართველოში, აი ამ იდიოტური აზროვნებით ცხოვრობს ხალხი, აი ამ იდიოტიზმის ჯერავთ. გამოთრეულა სალომე ზურაბიშვილი და გამოუცხადებია ისიც, რომ დიქტატურა უნდა დასრულდეს თურმე ირანში და დემოკრატია უკნიდან უნდა შევიდეს რამენაირად მარტივი საქმე არაა და უკნიდან უნდა შევიდეს დემოკრატია ირანში და მოკლედ ეს არის ასე, ამიტომ ჩვენ სოფლიოს ჭიპი ვართ და ამას როგორ ჩამორჩებით, მით უმეტეს ვიცით, რომ სეფივიდების დროშით რომელი დროშითაც თავის დროზე მოდიოდა შაჰ-აბასი და წყვეტდა საქართველოს და ჟლეტდა იმის დროშა მოფარებულები დარბოდნენ უკვე დიდი ხანია ამერიკის აი ამ ირანული ოპოზიციის დროშით და უკრაინის დროშით და შიგ ევროკავშირის დროშით და ნატოს დროშებით ქუჩაში დარბოდნენ და იქამდე იმასაც ითხოვდნენ რომ საქართველოს ჯარი გაეგზავნა. ალბათ აქამდეც მივალთ რომ როგორც ხდება ყოველთვის ამერიკა თუ სადმე ანძუებს და აყროლებს ყველაფერს იქ რა თქმა უნდა ვასალი ჯარი ჭირდება და ეს ერაყში იყო, ეს კოსოვოში იყო, ეს ავღანეთში იყო თუ სადმე რა თქმა უნდა გავაგზავნოთ, აბა რა უნდა ვქნათ კაცო, და ჩავებათ ამ ომში. ხო და აი სანამდე ამ ხალხის ცნობიერება და ეს დასირებული აზროვნება არის საქართველოში ქალბატონო, ვისაც ესმის, იმას ესმის და მე დებილებისთვის არ ვლაპარაკობ. დებილებისთვის ნამდვილად არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ მაგათთან ლაპარაკი უკვე დასრულებულია, გამორეცხილია მაგათ ტვინები ისე ღრმად, რომ მაგათ უკვე არაფერი არ ეშველებათ. ამიტომ ნორმალური ადამიანებს მინდა უთხრა, გამოიწერეთ აქ არის ჩემი ტელეგრამის არხი მითითებული ის ინფორმაციები, რომელი ინფორმაციებიც არ ვრცელდება ტელევიზიით და ღია წყაროებით არის რთულად გასავრცელებელი. ტელეგრამის არხზე შეგიძლიათ შემოგბრძანდეთ და ნახოთ ეს არხი არის ზუსტად მაგისთვის გაკეთებული, რომ ესეთ კრიზისული სიტუაციების დროს ინფორმაციის მიღება, შედარებით ინფორმაციის მიღება ორივე მხრიდან და შეულამაზებლად იქნას მიწოდებული, რასაც ბლოკავს როგორც YouTube, ასევე
Facebook-ი და აქედან გამომდინარე მხოლოდ Telegram-ის არხში შეიძლება მოხერხდეს ეს. ეს მართლა თქვა პეტრე მამრაძემ ირანს ჯარი არ ყავსო, ხო? ნუ ვიცი ხო ისიც რო თქვა რომ რუსეთს ბირთვული იარაღი არა აქვს, ეგეც ვიცი კი და ეს ტყუილია ყველაფერი. მოკლედ ახლა ჩემო კარგებო, რაზე არის ლაპარაკი? რა თქმა უნდა, რასაც გეუბნებოდით და რაც იყო საუბარი, რომ ესენი ირანს არ შეეშვებოდნენ, არანაირად არ მოხდებოდა ირანზე თავის დანებება. ირანი ნავთობის და გაზის მხრივ არის მესამე მსოფლიოში, არის მდიდარი ქვეყანა, ამიტომ თუ მდიდარი არის ქვეყანა, ის ან უნდა იყოს ამერიკელების უკანალში შემძვრალი, ან არ შეიძლება მას ცალკე დამოუკიდებლად არსებობის უფლება გქონდეს. ამიტომ მიზეზები ამერიკელებს არასდროს არ დალევიათ ომის დასაწყებად და არც არასდროს არ დაელევათ, თუკი ადრე იძახდნენ რომ იმაში ერაყში სადამ ჰუსეინი მასობრივი განადგურების ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიდა და ამ მოტივით იქნა შეჭრა განხორციელებული და რეჟიმი შეცვლილი, იქნა მილიონზე მეტი ერაყელი და ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლული, მაგრამ იარაღი არ იქნა ნანახი, ნუ არ არსებობს ახლა ეს არავის არ აინტერესებს, არც მას ინჯეროდათ, არც ახლა სჯეროდათ და ირანი აგერ 96 წლიდან იძახის ისრაელი რომ ორ კვირაში შექმნის ბირთვული იარაღს, მაგრამ რა ვიცი, ჯერჯერობით კიდე შექმნის სტადიაზე არის, ამიტომ ამერიკელებს და ისრაელს საერთოდ ფეხებზე კიდიათ, ესა უბრალოდ ეს ალაყბო, მთავარია მათი მოძალადეობრივი დამპყრობლური პოლიტიკა გაამართლონ, ხან დემოკრატიის სახელით თავს იცავენ და ირანელი ხალხის დასახმარებლად აკეთებენ ამ ყველაფერს, თავისუფლება ირანს. გასაგები ახლა ეს ყველაფერი ჩვენი უკნიდან განათლებულებსაც ამის ჯერათ, ხალხსაც ჯერათ, მე მინდა გითხრათ რეალობა რა არის. რეალობა არის ძალიან მძიმე არის ეს რეალობა, იმიტომ რომ ირანი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა. ირანი არც ლიბია, არც ერაყია, არც სირია, არც ვენესუელა და არც სხვა ის პატარა ქვეყნები, რომელი ქვეყნების ნგრევით, ძარცვით და ყაჩაღობით მოახდინა ესა რა ქვია, საკუთარი ჯიბეების გავსება. ამიტომ ირანი მოქმედებს შესაბამისად. არ ვიცი ახლა რას ამბობენ და როგორ ამბობენ ქართულ ორღობევიზიებში. მე მინდა გაჩვენოთ ეს რაც ოფიციალურად იქნა გამოქვეყნებული ირანის მხრიდან აღიარებული სამიზნეები. ირანზე თავდასხმის შემდეგ ირანმა მიიტანა 8 ქვეყანაზე იერიში. 8 ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყანა არის ისრაელი, რომელიც უშუალოდ ეომება ამ ყველაფერში და დანარჩენი 7 ქვეყანა ეს არის ქვეყნები, სადაც განთავსებული არის ამერიკული სამხედრო ბაზები, რომელი სამხედრო ბაზებიდანაც ხდება ირანზე განხორციელება. ეს ქვეყნები არიან კატარი, ეს ქვეყნები არიან კუვეიტი, ბაჰრეინი, ჩვენი ძმა და მეგობარი ალაბარის სამშობლო გაერთიანებული საემიროები, საუდის არაბეთი, იორდანია, ერაყი და რა თქმა უნდა ისრაელი თვითონ. ამიტომ ეს ქვეყნები დაიბომბა ის ადგილები, სადაც არის განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზები. ვრცელდება უამრავი ინფორმაცია, თუმცა ახლა ომის პერიოდში და საერთოდ პოლიტიკა ტყუილების ხელოვნება არის და ამ ტყუილების ხელოვნებაში ყოველთვის არასდროს ისე არ იტყუებიან, როგორც არჩევნების წინ, ნადირობის შემდეგ და ომის დროს, ახლა არის ომის დრო, ამიტომ ყველა მხარე დაიწყებს აი ამ ტყუილების გავრცელებას და ეს პირველი არ არის, ეს არის ხო გახსოვთ წინა დაბომბვის დროს, რომ ირანელი გენერლები ყავდათ მოკლული და მე ეს ირანელი გენერლები ცოცხლები აღმოჩნდნენ, ხო გახსოვთ წინა დაბომბვის დროს, რომ როგორ გარბოდა აიათოლა ხომეინი და ისინი რა ქვია, რუსეთში რო იყვნენ გაქცეულები და სინამდვილეში ირანი მართლობაში არ იყო, ეს არის ეს ჩლუნგი ვიზიები, რომელიც ჩლუნგი ვიზიებიც ამ ყველაფერს ახლა ამ პერიოდში მასირებულად ხალხის ტვინის გამოსარეცხად ამბობენ, ასევე ახორციელებს მეორე მხარეს საინფორმაციო ომის წარმოებას, ამიტომ
ინფორმაციის სწორი ინფორმაციის მიღება ამ დროს არის ძალიან ძნელი. თუ სინამდვილეში რა ხდება ომის თეატრზე, სინამდვილეში რა ხდება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იქნას ნავარაუდები, აქ-იქ გავრცელებული ყოველგვარი კომენტარის გარეშე ინფორმაცია, რაც სამხედრო ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს. ამიტომ ძალიან რთული არის ომის დროს სწორი ინფორმაციის გაგება. როგორც აცხადებენ ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ირანელები ამბობენ, რომ უკვე მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვების სასწავლებელი იქნა, ქალთა სასწავლებელი ირანში დაბომბილი და 40-მდე ბავშვი შეეწირა ამ ყველაფერს. ასევე მეორე მხრიდან ირანელები აცხადებენ, რომ კუვეიტის დაბომბვის დროს 200 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. მე ნამყოფი ვარ კუვეიტში, ვიცი რა ბაზებიც არის განთავსებული. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ირანიდან კუვეიტში ამერიკულ სამხედრო ბაზებს აცილო. ძალიან ახლოს არის ეს ერთი, მერე და მეორე ამ ჰიპერბგერითი რაკეტების პერიოდში ძალიან ძნელი არის საჰაერო თავდაცვის განხორციელება. ლოგიკასთან ახლოს არის, თუმცა სვერპლი და დაუყულობა ცოტა საეჭვო არის. არავინ არ იცის, ვინ სად და როგორ რამდენი გარდაიცვალა. ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის ნაწილია. ფაქტი არის ერთი, რომ ირანი რასაც იყო შეპირებული, იმას ახორციელებს, ახდენს ყველა იმ ქვეყნების მიმართ იერიშის მიტანა, საიდანაც ის საფრთხეს ხედავს. არა აინტერესებს იმას ეს გვერდით მეზობელი იქნება, შორეული მეზობელი იქნება, გაფრთხილება იყო, ყველას განუცხადა, რომ დიდი ბოდიში თქვენთან, მაგრამ სადაც იქნება ჩემი მტრის სამხედრო ნაწილები, მე იმ ადგილებს დავარტყამდა, მე წყენა არავის არ გქონდეთო. კი ბატონო, არაფერი გასაკვირი არაა, ამიტომ ირანი თავისას მოქმედებს. ასე რომ ფაქტია, რომ დაიწყო ომი და გახურდება დიდი მასშტაბით. ახლა რა კონტურები იკვეთება ამ ომიდან გამომდინარე? რა სტრატეგია აქვთ ამერიკელებს ჩაფიქრებული და ებრაელებს? პირველი უნდა ითქვას ის, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ უძლიერესია 350,000-მდე დაჯგუფება და არის თავმოყრილი ამერიკელების, დაახლოებით უტოლდება იმ რაოდენობას, რა რაოდენობაც თავის დროზე ერაყში შეჭრისთვის იყო საჭირო, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკელები თავშივე გამორიცხავენ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, იმიტომ რომ ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყება სულ მინიმუმ 250,000 შემტევითი ჯარისკაცი ჭირდება, თავისი ტექნიკით უზრუნველყოფით, იმით რომ დაიწყო სპარსეთის ყურიდან და გავიდნენ თეირანამდე, ამიტომ ამხელა რესურსის და ამხელა ომის წარმოების თავი ამერიკელებს არ გააჩნიათ. ეს არის სიყალბე, რაც არ უნდა იყოს, რა წარმოდგენაც არ უნდა კონდეს ახლა ვიღაცას, რომ ამხელა ომის წარმოების თავი არ აქვთ ამერიკელებს. ეს არ არის ერაყი, არ არის ერაყის გეოგრაფია, ეს არის მთაგორიანი, რთულად გასავლელი ტერიტორია, რომელსაც უამრავი პრობლემები შეექმნება. ამიტომ სახმელეთო ოპერაცია უდიდეს დანაკარგებთან იქნება, ამიტომ ისინი ამას თავიდანვე გამორიცხავენ და ამბობენ ესეთ რაღაცას. ჩვენ ჰაერიდან დავბომბავთ და შევასუსტებთ რეჟიმს, დანარჩენი კი თქვენ ხალხო, ირანელო ხალხო, გამოიღვიძეთ, აიღეთ თქვენ ხელში ძალაუფლება, მოიშორეთ ხელისუფალი და აგერ მოვალ და აგერ დაგიდგებით გვერდით და ეს ურიების მლოკველი შახი როყავთ. ფეხლერის თავმომავალი, ურიებთან დანათესავებული, აი ის იძახის, რომ აი ტრამპი რასაც შეგვირდათ ხალხო, აი აგერო უკვე თავის შენაპირებსო ასრულებს, ესე იგი მის ქვეყანას ბომბავენ, მისი ქვეყნის ჯარისკაცებს ხოცავენ, მისი ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპება, ეს სირი გამოდის და იძახის, რომ აგერ მიდით ხალხო, აგერა ვართ ჩვენ ახლა. რაც არ უნდა მტყვანი იყოს შენი ქვეყანა, როგორ შეიძლება ასეთ დროს ნორმალურმა ადამიანმა დაიჯერო და მიიღო სხვა ტრის ქვეყანაში, ვინც გმომბავს იმ ქვეყანაში გაქცეული თუნდაც შაჰის მემკვიდრე, სწორად და იმას რომ შენი სიკეთე უნდა, გამორიცხულია ეს ყველაფერი. ამიტომ ხმელეთზე მთელი ეს პრობლემები ადგილზე უნდა შექმნას იმ ძალამ, რომელიც ძალაც როგორც ვნახეთ ჩვენ იანვრის დასაწყისში
დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში იყო გამოსული ქუჩაში იყო ერთი ხოცვაჟლეტვა, მაშინ ვერ მოახერხეს საჰაერო მხარდაჭერის განხორციელება, იმიტომ რომ ამ ხელაძალები არ ყავდათ კონცენტრირებული რეგიონში. მათ გადმოისროლეს საჰაერო ხიდებით და გააკეთეს ბაზირება იორდანიაში, კუვეითში, სხვადასხვა ბაზებზე, ეს ყველაფერი ამერიკული ავიაცია და ელოდებოდნენ ახლა ამ პერიოდს, როდესაც ზუსტად შიიტური წესების მიხედვით 40 დღე გავიდოდა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და დაღუპულების ნათესავები გამოვიდოდნენ ქუჩაში და დაიწყებდნენ ცივილ-კივილს და ამ დროს ამერიკული ავიაცია და ისრაელის ავიაცია მოახდენდა მხარდაჭერას. ფაქტია, რომ ქუჩებში არა ერთი ცივილ-კივილი, მაგრამ ახლა ავიაცია ახდენს მხარდაჭერას. მოკლედ, გათვლა აქვთ იმისი, რომ თვითონ ირანელი ხალხი დაამხობს აიათოლას და არსებულ რეჟიმს და ამ დროს ჩამოიყვანენ ირანის შაჰს და დასვამენ და საამური იქნება, რას დაგვაკლებს მტერი, ირანში დადგება დემოკრატია, ქალები ჩაიცვამენ როგორც იქნა ნანატრ მოკლეკავებს და ტრუსიკის ამარა ივლიანო ქუჩაში. ეს ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ შიშველ ტრაგიანმა ქალებმა რამენაერად ქუჩაში იარონ. ვიცი ახლა ვინც რეალურად იცის რაც ხდება ირანში, არავინ ჰიჯაბის გულზე არავის აღარ კლავს და ის კი არა ირანელი ქალები ყირაზე გადადიან, ისეთი ამბებია იქ დატრიალებული. არ არის ეს პრობლემა, რასაც აჩვენებენ საქართველოში, რომ ქალთა უფლებები ასეა და ესეა. პირიქით კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, ირანში აქვს ყველაზე დიდი უფლებები მთელ მუსლიმანურ სამყაროში. ქალთა სქეს და ირანელი ქალები არიან არათუ პოლიციის უფროსები, მოსამართლეები და ასე შემდეგ, იქამდე ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრების ირანელი ქალები არიან, მაგრამ ახლა ეს ქალთა უფლებებზე თუ არ იბრძოლა დასავლეთმა, აბა რა არის? ასევე რაც მთავარია, ირანში დადგება დემოკრატია და ის რა ქვია, დემოკრატიულ ირანში შევლიანი ინვესტორები, ჩაიდება ინვესტიციები, გაზის და ნავთობის ამბავში და იქნება ისე როგორცაა კუვეიტი, როგორცაა საუდის არაბეთი და იქაც დასვამენ მეფეს და ამერიკას იაფში მიყიდის ნავთობს და დარჩენილ ვის რა შეაინტერესებს, ახლა იქ რა მოხდება, ახლა დემოკრატია რთული პროცესია და ნელ-ნელად დადგება იქ ყველაფერი. მოკლედ ეს სცენარი არის გათვლილი ირანისთვის, ხო და ვისაც გჯერათ, რომ ირანში დემოკრატია იქნება და დემოკრატიის და ირანელი ხალხის გულისთვის არის ომი, გჯეროდეთ ახლა დებილებთან არაფერი არ მაქვს ალაპარაკო. სინამდვილეში რაში არის საქმე? კიდე ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ირანის განადგურებით და ირანის ხელში ჩაგდებით, თუ ხელში ჩაგდებით არა, ყოველ შემთხვევაში ირანში მიმდინარე ომით ამერიკელები მოახდენენ ძალიან დიდი დარტყმის მიყენებას როგორც რუსებზე, ასევე ჩინელებზე. და რატო? არა მარტო აქ გაზზე და ნავთობზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი კიდე ერთხელ მინდა გაჩვენოთ, ეს პირველ რიგში მოდი ჩინური საკითხით დავიწყოთ. ეს არის ერთი სარტყელი, ერთი გზის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ძირითადი მიმართულებებმაც ალტერნატივა უნდა გაუჩინოს საზღვაო მარშრუტებს, ლურჯად საზღვაო მარშრუტები აღნიშნული, წითლად არის აღნიშნული ეს სარკინიგზო საავტომობილო მიმართულებები და ერთ-ერთი სასიცოცხლო საკვანძო არტერია გადის ირანში. ამიტომ თუ კი ირანი იქნება დაბომბვის ქვეშ, ომის ქვეშ ან დასავლეთის კონტროლის ქვეშ, ამით ჩინეთს მოეჭრება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავისი სავაჭრო ტრანზიტის, თავისი ეკონომიკის განვითარების და ასე შემდეგ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ირანი არის ერთ-ერთი ძირითადი არტერია, რომელიც ძირითადი არტერიაც ახდენს ჩინეთზე ნავთობის მიწოდებას დაახლოებით ირანი თავისი ნავთობის 2/3-ს ყიდის ჩინეთზე. ახლა რაც შეეხება რუსეთს, რუსული ფაქტორი ერთხელ რომ ვიყოთ საქმის კურსში, ეს არის ეგრეთ წოდებული კორიდორი
ჩრდილოეთის სამხრეთის კორიდორი, აი თქვენ ოთხკუთხედში ხედავთ თუ რამხელა ქსელი და რა ძირითადი საყრდენები გადის ირანზე. ეს არის კასპიის ზღვიდან მიმავალი ფლოტის სავაჭრო გზა, ეს არის აი იქედან შუა აზიიდან გამავალი რკინიგზა, ასევე აზერბაიჯანიდან გამავალი რკინიგზა და რკინიგზის ფაქტორი, რომელიც ასევე აფხაზეთის გავლით სომხეთის რკინიგზასთან შეერთებით აქვთ დიდი სურვილი რუსებს, რომ ეს აღდგეს. ეს არის მათთვის სასიცოცხლო ნიშნულობის მიმართულება, იმიტომ რომ მთელი დასავლეთის მიმართულება ჩაკეტილი არის რუსეთზე. აქედან გამომდინარე, რუსეთისთვისაც და ჩინეთისთვისაც ირანი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მისი განადგურება არაფერ კარგს არ მოუტანს რუსეთის არც ეკონომიკას, არც შორეულ პერსპექტივას, но არაფერს რომ ბრიქსის ერთ-ერთ მთავარ მონაწილე ქვეყანაზე, რომელსაც ასევე უამრავი თავისი სავაჭრო და სხვა გეგმები გააჩნიათ. ამიტომ თავისთავად ირანის განადგურება შეუქმნის კატასტროფულ პრობლემებს აი ამ ორ დიდ სახელმწიფოს, მსოფლიოს ბედს, რომელიც წყვეტს და აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება ეს შემთხვევით ეხლა არ ვიცი მიკვირს როგორ გამოჟონა, მაგრამ იმდენად ღია არის ინფორმაცია, რომ ამას უკვე ვეღარავინ ვეღარ დამალავდა. ეს ბავშვების დაღუპვის ამბავი თავადაც კი აღიარეს, რომ ჯერ არ დაწყებულ ომში პრაქტიკულად უკვე პირველი მსხვერპლი მოდის. ეხლა რაც შეეხება ჩვენ, რაც შეეხება საქართველოს და კიდე ერთხელ გამოაჩენა ამას, რომ კარგად დავინახოთ თუ რასთან გვაქვს საქმე. კიდე ერთხელ მინდა ამას დაუკვირდეს ქართველობა. აი ეს არის ამ მომენტისთვის ბრძოლის თეატრი ახლო აღმოსავლეთში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არ არის მარტო ომი ირანში, ეს არის ასევე ომი იმ 8 ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც ხდება ირანის სამიზნეების განადგურება, ამერიკული სამხედრო ბაზების. ესაა არაბული და ირანული სამყარო. ჩვენ რა გველოდება? პირველ რიგში და მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის რა არის? საერთოდ რომ ყველაფერი ჩვენთვის ნორმალურად დამთავრდეს და კარგად დამთავრდეს და არაფერი უბედურება არ ხდებოდეს, სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით თქვენ წარმოიდგინეთ მთელი ახლო აღმოსავლეთი, არაბული და ირანული სამყარო ერთმანეთთან დაპირისპირებაში და ომში. მე მინდა გითხრათ, რომ ირანი და არაბული სამყარო ეს არის ცივილიზაციური მოწინააღმდეგეები ერთმანეთის, ეს არის ორი რადიკალურად განსხვავებული, მართალია ისლამური, მაგრამ ერთი შიიტური, მეორე სუნიტური სამყარო, ასევე ცივილიზაციურად განსხვავებული მიმართულებები, რომლებიც ერთმანეთთან ისტორიულ დაპირისპირებაში და ისტორიული მეტოქეები არიან. ამიტომ იქ დანდობა, თავზე ხელის გადასმა და გადმოსხმა საერთოდ ახლო აღმოსავლეთს არ ჩვევია ესეთი რაღაც. დიახ, დაიხურა დუბაის აეროპორტი, დიახ, დაიბომბა აბუ-დაბი, დიახ, დაიბომბა კუვეიტი, დიახ, ბაჰრეინიც დაიბომბა კატარი, ჩრდილოეთ ქურდისტანში, იგი ერაყის ტერიტორიაზე დაიბომბა ამერიკული სამხედრო ბაზები, დაიბომბა ასევე საკონსულო, ასევე იორდანიაში მოხდა იერიშების მიტანა და ასევე ისრაელში მიმდინარეობს დარტყმა. რა თუნდა ახლა მაგას ლაპარაკი, ეს დაჟანგული ირანი, ჩამოშლის პირას ყოფი დაჟანგული ირანი ამდენს ბედავს და ამდენს აკეთებს. ირანი არის კუთხეში მიმწყვლეული კატასავით და ის არავის და არაფერს არ დაინდობს. გაგიმარჯოს ფორია, გაგიმარჯოს შვიდობა მოგცეს ღმერთმა. აი ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ასეთ შემთხვევაში ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჩვენთან სამხედრო ოპერაციებიც რო არ განხორციელდეს, მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა არის დევნილები. დევნილთან აკადები. და დევნილთან აკადები მე შეგახსენებთ, როდესაც აქ იწახოდნენ, რომ ვაიმე, რა თუნდა არაბს აქ ჩამოსვლა და რა თუნდა ირანელს აქ ჩამოსვლა და
ასე შემდეგ და ისე შემდეგ რას ბოდიალობთ ხალხო რა არ არის რა მართალი არ არის სკოლის დაბომბვა საიდან მოგაქვს თვითონ ვიაღიარებენ კაცო თვითონ ვიაღიარებენ შებრძანდით ბატონო ტელეგრამის არხებზე და ნახეთ თუ როგორ ხდება თოთო ბავშვები რამდენია დახოცილი არიდება ეს აქ გამომივიდა ახლა ეს გამправებლები ეს არა მართალი ის არა ხო მართალი ხო ამერიკა დემოკრატიისთვის და ირანელი ხალხის მომავლისთვის იბრძვის და თავს იცავს ამერიკა თავს კი არის მართალია ამერიკული ბომბი არ კლავს ეს დემოკრატიული ბომბია რუსეთი დაბომბავდა ეს თქვენ პატრონს დაიძრება მთელი ნაკადები არა მარტო ირანიდან ასევე არაბული სამყაროდან დაიძრება ნაკადები დაიძრება იმ მიმართულებით რომელი მიმართულებითაც შედარებით არის სიმშვიდე ჩრდილოეთის მიმართულებაზე იმიტომ რომ აი მთელი სამხრეთის მიმართულება არის არეულობაში და არეულობაში ომში მე მინდა შეგახსენოთ დღეს დავწერე რომ მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ქართული მეტრზე იყო აქ ლაპარაკი და არა კილომეტრებზე ლაპარაკი და ზოგიერთმა დებილმა ისიც არ იცის რა ქვია ჰექტარში რამდენი კვადრატული მეტრი მიწა არის და 100 ჰექტარი რას ნიშნავს და 1000 ჰექტარი რას ნიშნავს და კვადრატული მეტრი გასაგიჟებელია ხალხის ამბავი მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა ქართული მიწა გაყიდული არის როგორც ვიცით არაბებზე რა ვიცი ირანელებზე არჯულის ხალხზე ამიტომ ისინი ფლობენ საქართველოში კერძო საკუთრებას ეს ერთი მერე და მეორე რო იძახით რომ როგორ მოხდებაო ტოლვილების შემოსვლაო კაცო მესაზღვრეები დადგებაო და ეს დაინაღმებაო მე გამაგებიეთ ერთი თქვენ ელემენტარული კითხვას გისვამთ ნებისმიერი ომის დროს რომელმა ქვეყანამ მოახერხა მეზობელ ქვეყანაში ომის შედეგად წარმოქმნილი დევნილთა ნაკადების შენარჩუნება არ არსებობს ესეთი რამ რას იზამთ საზღვარზე რომ მოგადგეთ 10,000-ობით ქალი, ბავშვი, მოხუცი და ითხოვდეს ქვეყანაში შემოსვლას. შია, ცივა, წყურია, კლავენ. დადგებით ახლა საზღვარზე და ქალებს და ბავშვებს დახოცავს ვინმე? რომელი ჯარისკაც ნორმალური თუ არის ადამიანი, ხელი არა უკანკალდება იმათ სროლებზე. ასეთ შემთხვევაში ხდება დევნილთა ბანაკების შექმნა, ჰუმანიტარული კატასტროფის გამოცხადება და ასეთ დროს ხდება ბანაკებში საჭმელის, სასმელის, საცხოვრისის და ამის მოწყობა. რას იზამთ? თუ დანაღმავთ და ხალხს დახოცავთ? არ არსებობს ესეთი რაღაცა. დევნილთა ნაკადები არ ჩერდება ასეთ დროს. ამიტომ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები ააქოთებენ, აყროლებენ ყველგან საქმეს და მერე მათი აყროლებული ბოდიში და მოსაქმებული და გამოწვეული სუნი აღწევს ყველგან. ასე იყო და ასე არის და ასე იქნება და დებილები და ავადმყოფები დემოკრატიას ზეიმობენ იმაში, რა ქვია, იზეიმებენ ირანში. ამიტომ ამას რო თავი დავანებოთ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან მიმართებაში და მათ ნებისმიერი მესამე ქვეყნიდან უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, სადაც ისინი ფლობენ თავის უძრავ ქონებას. რასაც საქართველოში ეკონომიკურ აღმავლობას ეძახით. ამიტომ აი ამ ქვეყნებიდან მე ვამბობ თუ ომი გახანგრძლივდა, თუ ომმა მიიღო და დიდი ალბათობით მიიღებს ეს ომი ამ სახეს, იმიტომ რომ რადგანაც ამერიკელები ამისი შორისზე წავიდნენ და ასე ღრმად ჩაებდნენ ამ ომში, რომლებსაც თვითონაც იციან რომ უზარმაზარი ზარალი მიადგებათ, რაც არ უნდა ევაკუაცია გააკეთონ ბაზებიდან და რაც არ უნდა მოხდეს, მთლიანად ბაზებს ვერ გაიყვანენ. ექნება დანაკარგი ჯერ არ ვიცი ახლა რამდენი და როგორ, მაგრამ უდანაკარგო ომი არ არსებობს, ექნება დანაკარგი და მით უმეტეს ფართო მასშტაბში გადასული. ისინი უკან არ დაიხევენ, იმიტომ რომ ელოდებიან ძალიან დიდ და გემრიელ და ტკბილ ლუკნას. ნავთობის და გაზის თამადობით. ასევე, როგორც გითხარით, რუსეთისთვის და ჩინეთისთვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენებას. ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს. ეკონომიკური ეფექტი იქნება საშინელი. მართალია ირანი სანქციებში არის მოქცეული, მართალია ირანთან ვაჭრობა რაღაცა დიდი სასწაული არ აქვს საქართველოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებს არ აქვს და ერთი მეორეზე ამას ჯაჭვური რეაქცია არ ექნება. ექნება და საშინელი ჯაჭვური რეაქცია ექნება. კატასტროფული ჯაჭვური რეაქცია ექნება, რომელიც აუცილებლად დაარტყამს ეკონომიკური კრიზისის სახით რეგიონს.
ჩვენს გაძვალტყავებულ ქვეყანას ეს რა სიკეთეს მოუტანს მე თვითონ დავაკვირდით. ახლა რა შეიძლება ეკონომიკურ ეფექტს იქ ბიტკოინების ფასი დავარდა, ესავარდა, სპეციალურად არის ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ რა. აი მე რო დამიწყეს, ჯერ როდის მე იყო ვინმეს ვეკითხებოდი, საიდანა გაქვს შემოსავალი, რითი ცხოვრობ, რანაირად ცხოვრობს, ეს ყველა ადამიანის მისი პირადი საქმე არის, თუ რომელიმე ფონდს და რომელიმე რაღაცას არ წარმოადგენს. და მე რომ მეუბნებოდნენ, რომ აი საიდან ფინანსდები, როგორ ფინანსდები, გითხარით, რომ არსებობს ესეთი მარკეტი არის, პოლიტმარკეტი ქვია, სადაც პროგნოზების შეიძლება, რა ქვია, პროგნოზირება შეიძლება და ამ პროგნოზირებაზე, როგორც ტოტალიზატორზე ფულის შოვნა შეიძლება, ამიტომ აი ეს ძალიან ბრძენი ისინი რო ყავენ ჩვენ, რა ქვია, ძალიან ბრძენი ეს რო ყავს, რა ქვია, პოლიტიკოსები პროგნოზებს რო აკეთებენ, შეგძანეთ ბატონო, აგერ და ჩვეულებრივი პოლიტიკური ტოტალიზატორი არის და შეგიძლიათ ითამაშოთ ეს პოლიტიკური ტოტალიზატორი და მოიგოთ დიდი ფული. აქ ერთი საინტერესო მომენტი არის რა. ერთმა პიროვნებამ, რომელმაც თავის დროს ძალიან დიდი ფული მოიგო ამ 12 დღიანი ომის დაწყება ეს პროგნოზირება გააკეთა. ამ რამოდენიმე კვირის წინ იგივე ამ პოლიტიკურ მარკეტზე იქნა ესეთი შეთავაზება შემოსული, რომ დაედოთ ფსონები ხალხს იმაზე, რომ ირანს შეერთებული შტატები დაარტყამდა თუ არ დაარტყამდა თებერვლის მანძილზე. პოლიტმარკეტი ქვია ჯიგარო დაძებნე და შეგიძლია ნახო. და იქ იყო მითითებული ესეთი საკითხი, თუ ეთანხმებით იმას, თქვენი პროგნოზით მოხდებოდა თუ არა ომი ირანში თებერვლის დამთავრებამდე. კონკრეტულად იყო მითითებული თებერვლის დამთავრებამდე. ცოტა ისეთი საათქმა უნდა საფიქრელი ის რომ ადრე თუ გვიან დაესწრებოდა ამას რა თუნდა ლაპარაკი, მაგრამ კონკრეტული ვადა ძნელად საფიქრებელი იყო. აი ამ მომხმარებელმა $64,000 ფსონი გააკეთა, რომ აუცილებლად თებერვლის თვეში მოახდენდა ირანზე იერიშის მიტანას და ეს არ იქნებოდა შემთხვევითი, იმიტომ რომ ეს მომხმარებელი ძალიან სწორ პროგნოზებს აკეთებს და ძალიან დიდ ფულსაც იგებს, სავარაუდოდ რაღაც წყარო არის იგივე პენტაგონიდან თუ საიდან. და მან დასდო $64,000 ამ ყველაფერზე, რითაც მოიგო $240,000, ასე რომ ვთქვათ. ბოლო დღეს, თებერვლის ბოლო დღეს განხორციელდა შეტევა ირანზე. ესე რომ აი ამ ძალიან ბრძენი პოლიტიკოსები რო ხართ ქართველები, აი შედით აგერ და ითამაშე და მოიგე გააკეთეთ. რატო ვამბობ ამას, ესე ჩვეულებრივი ეკონომიკური მიმართულება არის გეოპოლიტიკის ეკონომიკა, საიდანაც სადაც ხდება ინფორმაციების გაცვლა და ძალიან ხშირ შემთხვევაში ბაზარი ძალიან სწორად აი ესეთი ტოტალიზატორი და ესეთი ბირჟები და ესენი ძალიან სწორად რეაგირებს თუ რა იქნება, აი ამ მიზნით მინდოდა მე მეთქვა თქვენთვის. იქ არიან ინფორმირებული წყაროებიდან ინფორმირებული ხალხი, რომლებიც არა მარტო ტელევიზორით და არა მარტო იმით, რა ქვია, ბლოგერების ანალიზით, ანალიტიკური ცენტრებით ახდენენ ფსონების განხორციელებას, ყავთ თავიანთი წყაროები და ახდენენ ამ ყველაფრის განხორციელებას და ესენი უფრო ძალიან სწორად რეაგირებენ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ საფონდო ბირჟების ამბებზე რა მოხდება, როგორ მოხდება, ჯერ არავინ არ იცის. შაბათი კვირის პერიოდი არის, საფონდო ბირჟები დაკეტილია და გაიხსნება საფონდო ბირჟები და აი ძალიან კარგად გამოჩნდება იქ რამდენ ბარელი ნავთობის ფასი, რამდენ $100 ავიდა და როგორ ავიდა და რანაირად ავიდა. ნუ ეს ვისაც აინტერესებს კონფლიქტების ეკონომიკა. ხო, ნუ ახლა მე ერთი რაღაცა მინდა უთხრა, მე აი დაბოლილია, გამოშტერებულია ხალხი. ვამზადებ ერთი ბლოგს რა და დღეს სხვა შორის ძალიან საინტერესო ბლოგი გავა ჩემი YouTube-ის არხზე, ახლა უკვე გავიდო და თუმცა აღარავის აღარ ახსოვს ეს მოვლენები, რომ ისტორიული რაკურსის განხილვა, ამიტომ ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ ტაუკლარჯეთის დაკარგვის და თურქული ანექსია ოკუპაციის და ბრიტანეთის ღალატის მოვლენები მაქვს აღწერილი. უახლოეს მომავალში გავაკეთებ ბლოგს, რომელზეც მუშაობა მქონდა დაწყებული.
თუ რას ნიშნავს პროპაგანდა, სამხედრო პროპაგანდა და როგორ ხდება სამხედრო პროპაგანდით ადამიანების დაბოლება და ეს ყველაფერი არ შეცვლილა ძველი დროიდან მოყოლებული დღევანდელ დრომდე. ამიტომ მე მესმის და მეცოდება ეს ხალხი. მეცოდება ეს ხალხი არის ჩამოყალიბებული, აი პიტალო ხალხი არის, რომლებიც წარმოიდგენენ იმას, რომ ესე იგი აიათოლა არის რაღაც ეს რქიანი ეშმაკი, რომელიც ჭამს ამ ყველაფერს და ანადგურებს მის ხალხს და ამით ცხოვრობს და არსებობს და აი შეერთებული შტატები ეს არის დემოკრატიის მამა. უკაცრავად ყელი გამიშრა ამდენი ლაპარაკიდან. მე ვეკითხები ესე დასირებულ ხალხს, აი ესე დაქლევებულ ხალხს. ბიჭო, ეპშტეინის ფაილებმა აბსოლუტურად ყველანაირი ტაბუ მოხსნა. ყველანაირი ტაბუ მოხსნა და კიდე ერთხელ მინდა გითხრათ ეგეთი რაღაცა. ეპშტეინის ფაილები დადასტურდა ის, რაზეც იყო ეჭვი და რაზეც იყო შეთქმულების თეორია დროაწყობით. ამერიკის შეერთებული შტატების ბოლო 5 პრეზიდენტი დაკავებული იყო პედოფილიით, კანიბალიზმით, რა ვიცი, მამათმავლობით და 1000 უბედურებით. ახლა ხალხი პირდაპირ ამტკიცებს, რომ ხალხი რა ფბР-ის ფაილები არის იქ და თოთობავშვები სისხლს სვამდნენ და ხორცს ჭამდნენ. თვითონ ამბობენ, მე ხო არ ვამბობ ამას. ჯორჯ ბუში უფროსი კაცს აუპატიურებდა და ორგანოებს აჭრიდა. ეპშტეინის ფაილებში არაა მოგონილი, შეგიძლიათ შებრძანდეთ და წაიკითხოთ. იქ იყო თავმოყრილი კლინტონები, იქ იყო თავმოყრილი ობამა, იქ იყო თავმოყრილი ესა რა ქვია პატარა ბუში და ნაბიჯვარი. ეს ხალხი ახლა გამოვლიან და დაუწყებენ რომელიმე ქვეყანას დემოკრატიაზე ლაპარაკს, არ ჭირდება იმ ქვეყნებს ესეთი დემოკრატია. არ აინტერესებს. ხალხო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ომის მიმდინარე პროცესია და არის ჩვეულებრივად ომის პროპაგანდის ნაწილი. ეს მოკლეს, ის მოკლეს, ის ჩამოახშვეს, ეს გაანადგურეს, ის გაანადგურეს. სისულელია ახლა ვინმე მამტკიცოს ის, რომ ეს მკვდარია თუ ის ცოცხალი. არ გახსოვთ წინა მოვლენები გაიხსენეთ. წინა მოვლენების დროს ნიჯადის ყოფილი პრეზიდენტის მოკლული იყო, გენერლები ყველა მოწყვეტილი იყო, ესენი გაქცეულები იყვნენ იმასში, რა ქვია და ასე შემდეგ. კი ბატონო, თბილისში აქციას მართავენ და დემოკრატიის მხარდასაჭერად მე მოგიწოდებთ ყველას, ვისთვისაც სამშობლო სოფლიო და დედამიწა არის და დემოკრატია, რელიგია, გახვიდეთ ირანის წინააღმდეგ აქციას. მე არ ვიცი რა უნდა თბილისში რა სიტყვენ. აი რა სიტყვენ, მე ამას ვერ ხვდები. და მართლა იმ ირანის დედაშევეცი ერთი რაკეტა რო არ გლიჯოს მაგათ თავში. და ისვენებს მე ყველა და დაწყნარდება. დაისვენებს მე სულ ყველა და დაწყნარდება. გუშინ წინ ამერიკული თვითმფრინავები რო დაფრინავდნენ თბილისის აეროპორტში ერთი რაკეტა ბეთქოს. და გაიგებენ მე და გაახელენ თვალებს. ძალიან დიდი მადლს გააკეთებს. ძალიან ბევრი მოვა აზრზე. ძახით ახლა ქართველების დახოცვა გინდა? ჩემი ქვეყნის სიკეთე რომ მინდა და ეგენ რო აზრზე ვერ მოდიან. ნუ კი ბატონო, მე ხო ტევე პირველი იქნება თუ ეს იქნება თუ ის იქნება თუ რაღა იმედი და რაღა ეს ტევე პირველები და ესენი წაბილწეს ქვეყანა და გაათახსირეს და პულსაქვიანობას ახორციელებენ და დგება კაცო იკაცი და საიდანაც საფრთხეს უყურებს, ბომბავს იმ ადგილებს და იქნება თქვენმა ემან რა ქვია მტრულმა მოქმედებამ ერთი ირანული რაკეტა დაგაჭერიოთ ხელში. ხო? მიდით. და ერთი რაკეტა იქნება დაიჭიროთ. თუ ისა რა ქვია ქართული საჰაერო თავდაცვის სისტემა დაიჭერს, რკინის გუმბათს თავზე აღუნავენ ეგერ ებრაელებს. კატარის განვითარებულმა საჰაერო სისტემამ და ემა ვერ დაიჭირა, რა ქვია, აბუ-დაბის და ემის.
მე წადი ბიზია თუ ასე ძალიან გინდა თუ ასე ძალიან გეზიზღება ესა აიათოლა ხომეინი და ეიღე იარაღი და წადი ირანში და იომე შეუერთდი ოპოზიციას წადი მე ფეხებზე მგიდია აიათოლა იქნება თუ შეერთებული შტატები ყველა ჩემი ქვეყნის მტერია და ვინმე სხვა არ გავიწყდებათ რომ ისა აიათოლა ხომეინი თუ არის ისა რა ქვია თქვენ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჰაგის ტრიბუნალით არა აიათოლა ხომეინი აღიარებული იმათ რა ქვია სამხედრო დამნაშავედ და ეგერ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰაგის ტრიბუნალით არის აღიარებული სამხედრო დამნაშავედ და ძებნა გამოცხადებული და აიათოლა ხომეინს თუ აგინებთ იმას რატო უძრებით ნეთანიახუს ტრაქში რატო უძრებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი არის კაცი რომელიც არის ოფიციალურად საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ტერორისტი სამხედრო დამნაშავე ტერორისტიც არა სამხედრო დამნაშავე და ამაში ახლა რუსეთს და ჩინეთს ვერ დაადანაშაულებთ იმიტომ რომ ჰაგის ტრიბუნალს საერთოდ არ აღიარებს რუსეთი და ჩინეთი ევროპა შიგ ევროპა აღიარებს ამას იმხელა მოისახმეს ვერც შიგ ევროპამ ვერ დამალა და სუნი ეგერ მივიდა ბრიუსელამდე და ჰაგამდე არა ასე ვიგონებ რამეს ტყილს ვამბობ ხო არის იმ ხო თქვენმა წმინდა ევროპამ დაადანაშაულა და ძებნა გამოაცხადა რატო უძრებით ტრაქში სამხედრო დამნაშავეს ეგრე შეერთებული შტატები და ეპშტეინის ფაილები ეგრე წვრ წინ გიდვიათ რატო უძრებით ტრაქში ამერიკელებს ფარაი აქვს ჯო ფარაი ფული ბაბა ფული და იმითო ხო აი ესა თქვენი დემოკრატია და ეგაა თქვენი სიმართლე ჩვენი მტერი როას უყველა რა მნიშვნელობა აქვს მაგას კაცო მაგრამ აი საერთოდ ადამიანს სამართლიანობის განცდა ხო უნდა გქონდეს რაღაცა სამართლიანობის განცდა ხო შეიძლება გქონდეს ხო ესე იგი აქ შეერთებულ შტატებს იმის უფლება და ისრაელს აქვს იმის უფლება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაბომბოს და გაანადგუროს მაშინ რუსეთის რატო გიკვირთ მაშინ რუსეთის ესე შეერთებულ შტატებს თუ აქვს უფლება რუსეთსაც აქვს უფლება და აკეთებს იმასაც აკეთებს არა რუსეთის არ მოგწონთ შეერთებული შტატების მოგწონთ რა არის ეს რა სიმართლე და სამართლიანობა თუ საერთაშორისო სასამართლო გამოდის და ამბობს რომ უკრაინის დაპყრობა საქართველოს დაპყრობა სამხედრო დანაშაულია და არ შეიძლება რატო სიტყვაზე ამბობს იმას რომ ირანი ის ხალხი ისე ცხოვრობს როგორც უნდა ვინ გეკითხება თქვენ რანაირი პრეზიდენტი ყავთ იქ ვინ გეკითხება თქვენ რანაირი სულიერი ლიდერები ყავთ იქ წავით ბიზნეს თქვენ ჩაჯმულ ქვეყნებს მოუარეთ გეკითხება ვინმე შენ ოჯახში როგორ იცხოვრე აბას რა უფლება გაქვს ხვის ოჯახში ცხვირის შეყო და იწყო ის ცხოვრების წესი დაუწესოს ხვის ოჯახს ვინ ჩემი ფეხები ხართ ბიჭო თქვენ ზოგად სამართალზე ვამბობ მე ამას თუ არა კისერი უტეხია ერთსაც და მეორე ჩემი ქვეყანა მყავდეს თუმცა რო უკვირდები რა საცოცხლებელი და საარსებო ეს საზოგადოება და ეს ხალხია რასა მართლა მიკვირს რატო უნდა გადარჩეს ასეთი დებილი და ასეთი იდიოტი ხალხი კიდევ ერთხელ აი ხაზგასმით ვამბობ ისრაელს ყავს ოფიციალურად აღიარებული ჰაგის ტრიბუნალის მიერ ძებნილი რომელზეც დაკავების ორდერი არის გაცემული პრემიერ-მინისტრი მე შენ გეკითხები აგერ კაცო აი საბაჯაიანი შენ გეკითხები საბაჯაიანი მომისმინე ხო ძალიან თავს დებ დასავლეთზე და ამერიკაზე და ისრაელზე აი საბაჯაიანო გამეცი ამაზე პასუხი ისრაელს ყავს საერთაშორისო სასამართლოს მიერ აღიარებული სამხედრო დამნაშავე მართველი რომელზეც გაცემული არის ორდერი და რომელიც იძებნება იმ ქვეყნებში რომელ ქვეყნებშიც ჰაგის სასამართლო მოქმედებს ჰაგის სასამართლოში ჰაგის ტრიბუნალში რუსეთი და ჩინეთი არ შედის ისევე როგორც არ შედის ამერიკა შედის ძირითადად დასავლეთის ქვეყნები მათ შორის საქართველო რატო მოგწონთ რატო უჭერთ მხარს საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ სამხედრო დამნაშავეს რომელიც სხვა ქვეყანაში ახორციელებს აგრესიას ამერიკის შეერთებული შტატები მთელი მისი პოლიტიკური ელიტა როგორც არც ისე დიდი ხნის წინ ცნობილი გახდა ყველა არიან
ჩაფლულები პედოფილიაში, ყველა არიან ჩაბმულები ძალადობაში, კანიბალიზმში, ათასუბედურებაში და ეპშტეინის ფაილებმა თვითონ აღიარა და დაადასტურა ეგ ყველაფერი. რატო ხართ პედოფილების, კანიბალების და მოძალადეების მხარეს, რომლებიც ოფიციალურად სატანისტურ რიტუალებს ახორციელებდნენ? რატომ ხდება ისე, რომ თუ კი რუსეთს არ აქვს უფლება და კი ბატონო აღიარებთ ყველა სხვა ქვეყანაში ატაროს სამხედრო ოპერაციები, რატო აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და რატო აქვს ოფიციალური სამხედრო დამნაშავის მიერ მართულ ისრაელს უფლება ატაროს სხვა ქვეყანაში სამხედრო ოპერაციები? აი გეკითხები ახლა და გამეცი პასუხი. გამეცი პასუხი. ვერ გამცემ პასუხს. ვერ გამცემ პასუხს. ჩემო ძმაო, შენ პროვოკატორი ხარ თუ ვინახარ ახლა? კაცი ვლაპარაკობ ეს უზარმაზარ გეოპოლიტიკურ პრობლემაზე და მეკითხები ალტინფოსთაზე რა აზრი სახარო და ეს ამ ხელა დიდი ძალაა ეს ალტინფო შენ გონებაში და შენ წარმოდგენაში რომ ეს თემა გადავიდა ახლა ალტინფოზე ვილაპარაკო. არ ვლაპარაკობ მე მაგაცი, არ მაინტერესებს მე. ჩვეულებრივი პარტია და თავისი დღის წესრიგი გააჩნიათ და აკეთონ ის რაც უნდა. რაში მაინტერესებს? რომელი პარტია მწყალობს მე რომ ალტინფო მწყალობდეს? მეზიზღება ყველა პარტია რაც არსებობს. ახლა შენ თავში ეთყობა ძალიან დიდი ადგილი უკავია მაგას და დაჯექით და იყავით და უყურეთ. ხო. აი ეს არის შემოგარგებოდა ჩვენ. ახლა უნდა იყოს სრულად ჩამოყალიბებული იდიოტი, რომელი იდიოტიც გამოვა და იტყვის იმას, რომ რა კარგია ირანი რო იბომბება. რა კარგია ირანი რო იბომბება. თურმე დიქტატურა არ იქნება და მალე ირანში შახი მოვა, მალე ქალები ტრუსიკითივლიან ქუჩაში, მალე ინვესტიციები შევა, მალე ის იქნება და მალე ალბათ თეირანში გეი პარად ჩაატარებენ. ხო, გაქრა ახლა აიღებს ხმას. გეი პარადი რო ჩატარდება და ერთსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ ირანში, აი ირანი გახდება მაშინ ჩვენი ძმა და მეგობარი. და როგორც თურქეთს დაუვიწყეთ და ყველაფერი ვაპატიეთ, ისე ირანს დაუვიწყეთ და ვაპატიებთ ყველაფერს. მანამდე გვახსოვს. სანამდე ამერიკა და ისრაელი ირანის მტერია, მანამდე გვახსოვს. გეთანხმები ნანასარქიქი აბსოლუტური უმრავლესობა მეფშტეინები არიან მაგენ. ეგა აი დანარჩენს კიდე ახლა დრო გავა და აი კარგად დავაკვირდეთ და ვნახოთ რა იქნება და როგორ იქნება. ამ პროპაგანდით დაბოლებულ ხალხთან კიდე ლაპარაკს აზრი არ აქვს. ერთ რაღაცას გეტყვით რა, ცხოვრებული ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ დასავლეთს და რუსეთს შორისო ყოველთვის იყო გარიგებებიო, არსებობს მიუნხენის შეთანხმება, არსებობს რიბენტროპის შეთანხმება, არსებობს მალტის შეთანხმება და სხვა ბევრი რამე არის კიდე ცნობილი და ნუ იქნებით გარიგებების და იმპერიების მხარეს, იყავით საკუთარი სამშობლოს მხარესო და ვერ გაიგო ამ დაყლეებულმა ხალხმა, რომ არ იყვნენ იმპერიების მხარეს, არ იყვნენ გარიგებების მხარეს, რომელიც მithumetes შენ არ გეხება და იყო შენი სამშობლოს მხარეს და შენი ქვეყნის მხარეს. ჩვენთვის ებრაელების და ამერიკელების აკოთებულ და აყროლებულ საქმეს ირანში მხოლოდ და მხოლოდ ცუდის მოტანა შეუძლია. დაწყებული დევნილთა ნაკადებით, გაგრძელებული დაბომბვის შემთხვევაში ბირთვული ობიექტებიდან გაჟონილი, იმის რა ქვია, რადიაციის გავრცელების. და შეიძლება ეს რა ქვია, ბირთვული თოვლიც მოვიდეს საქართველოში და ჩერნობილი მონაგონი იყოს და ღმერთმა დაგლოცოს მე ამერიკა იძახი. სირები, მოდგმით ჩამოყალიბებული დიშლები, რა უნდა ელაპარაკო ამაზე? რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს? ხო, ნუ რუსეთი და ჩინეთს რაც შეეხება, ჩემოძმაო, რუსეთისთვის და ჩინეთისთვის როგორც ჩამოთვალე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამიტომ რუსეთი და ჩინეთი ყველანაირად შეეცდებიან, რომ მხარი დაუჭირონ ირანის მოქმედ არსებულ რეჟიმს, რომელთანაც დალაგებული აქვს ურთიერთობა. აუცილებლად არ ვიცი ხა რა ფორმით გაკეთდება, ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსებმა ვერ შეასრულეს ის საკონტრაქტო პირობა, რომელიც ახალი გამანადგურებლების გადაცემას ითვალისწინებდა, მაგრამ თვითონ აქვთ ომი და ვერ მოახერხეს ეთყობა
თავიანთი სამხედრო წარმოების ისე გადაწყობა, რომ თანამედროვე გამანადგურებლები გადაეცათ ირანზე, თუმცა მოდერნიზირებული მიგოძაცხრები გადასცეს, რომელიც მეტნაკლებად რაღაცნაირად წაადგებათ ამ ყველაფერში. ხლა არ ვიტყვი იმას, რომ მეხუთე თაობის გამანადგურებლებს შეერკინებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიანთ ცაში მოდერნიზირებულ მიგოძაცხრას ძალიან დიდი შანსი აქვს ბევრი რაღაცის. ბიჭო, რა სასწაულს ლაპარაკობთ ერთი ჩვენ? აი, რანაირ იდიოტიზმს მელაპარაკებით ერთი რა? ელემენტარულს გეკითხები, ხო? აი რომ ეკითხები, ახლა ალტინფოზე მეკითხებოდი და არ ვიცი, ყოლა თქვენ სავარაუდოდ ძალიან ბევრი მყავს დაფიქსირებული ეს ებრაელები, რომლებიც ცდილობენ იმას ჩემს და ალტინფოს და სხვებს შორის ჩორტის ჩამოგდებას, მაგრამ ну კაი არ მაინტერესებს ახლა შენ არ უნდა წამოეგო ამათ კრუჩოგზე ადამიანი თუ არა ჯანდაბას გაცო ამათ შეხედულებები რო იძახი აგერ ოცნებაო მხარს უჭერსო ირანს ირანი საერთაშორისო სამართლის მიხედვით არანაირ დარღვევას არ ახორციელებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი არის და მის ლიდერებზე არ არის გამოცხადებული არანაირი სამხედრო დამნაშავის სტატუსი არ გააჩნიათ ისრაელიდან განსხვავებით ხლა თქვენ ვინმეს პოლიტიკურ გემოვნება გადარდებთ თუ სამართლებრივი მდგომარეობა გამეცით მე ვინმე პასუხი რატო ახდენ საქართველოს ხელისუფლება ისრაელთან ურთიერთობას რომელსაც ყავს სამხედრო დამნაშავე ოფიციალური სამხედრო დამნაშავე პრემიერ-მინისტრი გამეცით ერთი პასუხი ვინმე გამცეს ვინმე პასუხი რატო კონტაქტობს რატო აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა საერთოდ ისრაელთან რომელსაც ყავს ოფიციალურად აღიარებული სამხედრო დამნაშავე პრემიერ-მინისტრი შენ რა გეზიზღება და არ ვინ გიყვარს მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემო ძმაო მე გეკითხები შენ გეკითხები ელემენტარულად სამართალზე ერთი არის ადამიანი რომელზეც არის 1000-ში ჭორი მაგრამ არა არანაირი სამართლებრივი არგუმენტი დადებული დამაჩვენეთ ერთი სადა აიათოლაზე გამოცხადებული ესა რა ქვია სამხედრო დამნაშავეს ესა ძებნა თუნდაც ევროპული ქვეყნებიდან სადა ერთი სასამართლო სადა აღძრული საქმე შენ შეიძლება მეც გეზიზღებოდე, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მე მკვლელი ვარ და სისხლისმცემელი ვარ. შენი გრძნობები არავის არ აინტერესებს, აინტერესებს სამართალი. აინტერესებს სამართლებრივი საკითხები. მას ახლა შენ შეიძლება იმისაც გჯერა, რომ ამერიკელები ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან ირანში და თავს იცავენ თან. ამერიკა რაც შეიქმნა, შემოძმაო თავს იცავს. თავდაცვით რეჟიმში არის ამერიკა 258 წლის მანძილზე 19 წელი იყო ისეთი როცა არ ომობდა და აბსოლუტურად ყველა ომი იყო დაპყრობითი და შემტევითი თავდაცვაში რეალურად ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს არ ყოფილა არასდროს ამერიკის შეერთებული თავს არ იცავდა იმიტომ რომ არც მექსიკიდან და არც კანადიდან მის ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრებოდა ერთი ომი რაც იყო მის თვითონ შიგნით ეს იყო სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის და სამხრეთის შტატების დაპირისპირების მეტი ომი მის ტერიტორიაზე იმას არ ქონია არაფერი. ხო არ ვიცი შემოძმაო, აბა იქ უკრაინელი ტოლვილები უფრო ახსოვთ, ვიდრე ქართველი ტოლვილები. ესენი რომ მოაწყდებიან ალბათ მე არაბი და ირანელი ტოლვილები უფრო გაახსენდებათ კიდე ვიდრე ქართველი ტოლვილები და ასე შემდეგ. 1812 წელს ვინ დაესხა შეერთებულ შტატებს 1812 წელს რა ომი ჰქონდათ ინგლისელებთან ტერიტორიის გამო ტერიტორიას რო ვერ იყოფდნენ თუ რას გულისხმობ ახლა ეს პერ-ჰარბორი რო გეთქვა კიდე გავიებდი რაღაცას და მეტი არ ყოფილა ისტორიაში არაფერი ხო და ასია ვიზია ნუ იქნებით ნუსერთი იმპერიის მხარეს იყავით თქვენი ქვეყნის მხარეს და ნუსერთი გარიგებების მხარეს ორჩ მალე ჩამოვა ისრაელი და გეტყვით რომ ეს მიწა ქართველისა თუ ებრაელის ჯერ არა გარკვეულიო და ეგერო უფლისციხეო მეორე იერუსალიმი არისო და ესო და ისო და პრეტენზიებს 26 საუკუნე აქვს ცხოვრობდითო
ისი ამ დასირებულ ხალხს რა მინდა ისი უთხრათ რო იძახიან 26 საუკუნოვანი ძმები და რაღაც 30 საუკუნეა ებრაელები ცხოვრობენ ირანში ხელის გულზე ცხოვრობენ სხვათა შორის სინაგოგებიც აქვთ ბიზნესებში ტრადიციულად ეგენი არიან ჩამჯდარი მაგრამ ეს არ უშლის ხელს ისრაელს რომ 30 საუკუნე ვისთანაც ცხოვრობს ის დაბომბოს არ ვიცი მე შემოძმაო წადი და კითხე მაგი ემას კი გითხა ებრაელმა რაბინმა ჯერ არა გარკვეულიო საქართველოს ტერიტორიაზე ებრაელი უფრო ადრე ცხოვრობდა თუ ქართველი ხო ჩვენ ჯობია ჩვენ ქვეყანას მივხედოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უერთგულოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატაროთ შეგრძნოთ ბატონო ეს ბლოგი ნახეთ რომელიც მდევს YouTube-ზე და შეგიძლიათ ნახოთ საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ერის ინტერესების უგულებელყოფამ და ბრიტანეთის ოსმალეთის საბჭოთა რუსეთის ინტერესების გატარებამ სახელმწიფო მიიყვანა საქართველო ოცნებაზე რას ვფიქრობ შემოძმაო და მაგნაირი მთავრობა არ ყოლია ქვეყანას ომი არა აქვს რას უნდა ვფიქრობდები ოცნებაზე რას უნდა ვფიქრობდე ქოცზე კაის რას უნდა ვფიქრობდე ვიცი და ივანიშვილის ზოოპარკზე რა უნდა ვიფიქრო კაი მედროვეები სანამა ვიძინა ჭამესვი და იძინე ამას ვფიქრობ დიდი მაგესი ეგა ოცნება რა ვიცი თუ რამე გაინტერესებთ დამიშვით კითხვა და დაგემშვიდობებით დანარჩენი დავუკვირდეთ მოვლენების განვითარებას როგორ იქნება და რანაირად იქნება მე კარგს არაფერს არ ველოდები რადგან სამხელა მასშტაბები მიიღო ეს ომი უცებ არ გაჩერდება ხო ახლა იმედზე აპარა იქნება თუ ზბახარა იმედზეც და სხვაგანაც იმიტომ რომ ჩვენი ტელევიზია და ჩვენი საინფორმაციო სივრცე საქართველოში არის თავიდან ბოლომდე ებრაელების კონტროლის ქვეშ ისე რომ იცოდეთ რა თავიდან ბოლომდე ეს ზოგი სოროსელების კონტროლის ქვეშაა ზოგი სოროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების კონტროლის ქვეშაა ოფიციალურად როდესაც შევისწავლეთ მაგ საკითხი ჩვენ აბსოლუტურად ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი, ყველა გაზეთი და ყველა ის რომლებიც 99% რაღაც არის და 9/10 არის 0.1% აი მაგალითად ისე როგორც დასავალია და არ იღებს მაგათო სოროსელების დაფინანსებას არაფერს. დანარჩენი აბსოლუტურად ყველა ზის ებრაელების დაფინანსებაზე, ამიტომ ისინი ისრაელის საწინააღმდეგოდ არაფერს არ იტყვიან. ჩინეთი ეხმარება ირანს, მაგრამ რა ვიცი თუ იქნება საკმარისი ეგ დახმარება. ნახოთ. ხო, ამერიკელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, ებრაელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ სადღაც. ჩინეთს არ აქვს მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება. საქართველოს არ აქვს მის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უფლება. ჩვენ რა გვამტყუნდა ეს, რა შეგვია ომი დაიწყეთო ემაში. ცხინვალში არ იყო ასე? რა გვამტყუნა? ევროკავშირმა და ევროსაბჭომ? მაგათ აქვთ უფლება. რუსებს არ აქვთ უფლება უკრაინაში ომის წარმოების. აი ისრაელს აქვს. მეფშტეინების იმას რა ქვია ძაღლებს აქვთ უფლება. სიმართლეა ეს? ტყუილია მაშინ მე? და თუ უძვრები ტრაქში ებრაელებს და ამერიკელებს, ხო, მაშინ კაი კაცი ხარ და თუ ამბობ რო ეს ასერში, მაშინ შენ პუტინის კაცი ხარ და რუსეთის კაცი ხარ. ეგაა დამკვიდრებული საქართველოში. ეკნებათ ამერიკელებს დანაკარგები, იმიტომ რომ ამერიკული სამხედრო ბაზები არის ირგვლივ რეგიონში და დაბომბილია უკვე და რა ვიცი, ვნახოთ. დანაკარგოთ არც ერთი ომი არ ყოფილა. მე არ მგონია სიმართლე გითხრათ, რომ საერთოდ ირანს ესენი არ იცნობენ და არ მგონია რომ მოხდეს დამარცხება, არ ვიცი. შეიძლება მაგრამ ახლა რაშია საქმე იცით? ირანის მოსახლეობის დაახლოებით 20%, 30% ეს არის დაახლოებით, როგორ გითხრათ, ერთი 30 მილიონი ადამიანი უშუალოდ არის ამ
ირანის გუშაგთა რევოლუციის კორპუსი და მათი ოჯახის წევრები და მათი ხალხი. ამიტომ ისინი არა მარტო თავის ქვეყანას იცავენ, თავიანთ პირად ბედნიერებასაც იცავენ. არის რაღაცა რაოდენობა ადამიანების, რომლებიც არც იქეთ არიან, არც აქეთ არიან, მაგრამ როდესაც მტერი ესხმის შენ ქვეყანას, მტრის მხარეს არ დადგები. და ესა საკმაოდ გადამწყვეტი ძალა და არის სადღაც 10%, ალბათ 12% ისეთი ადამიანი და ეს არა პატარა ნაწილი, ეს არის დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი, 9 მილიონი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ამ ყველაფრის. ხო, ასე რომ არ მგონია რომ ეს 9 მილიონმა ადამიანმა დაარჩენ 91 მილიონ ადამიანს აჯობოს მის ქვეყანაში არსებული პირიქით. უფრო გააძლიერებენ. არის დანარჩენს ომის თეატრზე რაც ხდება კიდე დიდი ხანი აი 12 დღიანი ომი რო დამთავრდა დღემდე ბოლომდე არა გარკვეული რა და როგორ და რა დანაკარგები იყო ერთ მხარეს და მეორე მხარეს და ახლა დღეს ომი დაიწყო და უკვე დანაკარგები ვის რამდენია გვიცოდეთ ამის ეს შეიძლება თვითონ არ იცოდეს რომელიმე ქვეყნის გენშტაბმა ჯერ კიდე არ შესულიყოს ინფორმაცია ფერმერ ჯორჯია ჰიროსიმაში და ნაგასაკში რაც მოხდა ეს მისაღები იყო ამერიკა რასაც გააკეთებს ყველაფერი არის მისაღები დაიმახსოვრეთ ეს მორჩა დამთავრდა ეპშტეინი იყო ბავშვების ხორცჭამდე სისხლსვამდე მოსაკლავი იყო ის ბავშვი მისი სისხლი დასალები იყო ვინმე გააუპატიურეს გასაუპატიურებელი იყო კაცო ვინმე მოკლეს ვინმე ზოგზოგიერთების ეს ქიმიური ხსნარი უყიდიათ რომ ძვალი და თმა არ დარჩენილიყო იმით ჩარეცხეს ეს ასე იყო გასაკეთებელი კაცო მორჩა დახოც ეს 30000 40000 ბავშვი კაცო მოსაკლავი იყო რა მოხდა რა პროიმდრო რომ ისრაელი აკეთებს ამას ძებნილია მერე რა ვის რაში აინტერესებს სამხედრო დამნაშავეა მერე რა ვის რაში აინტერესებს მორჩა რა ვერ გაიგეთ ხალხო აი მადლენ ორბრაიტი იყო რომ ეკითხებოდნენ რომ 500000 ბავშვის დაღუპავდა რა დემოკრატიის სახელით ნორმალური არისო რთული არჩევანია მაგრამ ჩვენ თვლით რომ 500000 ბავშვის დაღუპავ დემოკრატიისთვის საჭირო არისო და გამართლებულია ამ ხალხთან აგაქვთ თქვენ საქმე იმედის ტელევიზია მაგარია. იმედის ტელევიზია დაბლოკენო. იმას რო დაუწყებ ლაპარაკს ინგლისს რო შენ ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და პენსიონერები შიმშილით ხდებიანო და ესო რა ქვიაო გადასახადს ვერ იხდიანო კომუნალურ გადასახადს და საჭმელი იყიდონ კომუნალური გადასახადიო. ახლა ამერის სიცრუის ტელევიზიას მის ტერიტორიაზე რო არ გაუშვებს რას ედავებით იმ ხალხს. ნახოთ. ეს არის დაახლოებით ის მომენტი, როდესაც სუეცის არხი იქნა ჩაკეტილი და ევროპელები და ისრაელი თხოვდნენ ეს თურმე ასე ყოფილიყო, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები ჩაერია და აიძულეს რომ გაიხსნათ არხით და გასულიყვნენ ისინი იქედან. დღეს სხვა რეალობა არის, თუმცა ჩინური და რუსული ძალა ერთად აღებული ძალიან დიდი ძალა. ნამდვილად ნახოთ რა იქნება. თუმცა დღეს სხვა დრო არის და სხვა სამყარო არის. მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ, ასევე რომ ორმუზის სრუტე, რომელიც ნავთობის იმას რა ქვია 20%-ს ატარებს სრულად გადაკეტილი არის სპარსეთის ყურის. ანუ ეს ეკონომიკას დაარტყამს ძალიან. და დანარჩენი კიდე შემოგარგებო აი ხა ვისაც ჩემი არ გჯერათ მე გეტყვით რომ აი ეს ადამიანი გამოიწერეთ. შმაგია. ქუთაისელი შმაგია სამხარაძე მახსენებს ყოველ მეორე იმას და მინდა გამოვეხმაურო ეს აი ეს დებს მაგარ ანალიზებს. ეს არის ძალიან დაკვირდით როგორი ჭკვიანი თვალებში იყურება და ჭრის ამ ჩემ ვიდეოებს და დებს თავის გვერდზე და რა ვიცი ხან ლანძღავს და ხან რა ვიცი რუსეთის აგენტს მიძახის და ხან ჟორდანიას უკანალში ზრება და ახლა იმას მაბრალებს რომ ისო რა ქვია თურმე მე კვინიტაძეს ლანძღავდი და მოусვენეთ შმაგიას ეს მინდა რეკლამა გავუკეთო ჩემ გვერდზე მეც
სიამოვნებით უყურებ, ეს არის ნაღდი შიგ ევროპელი უკნიდან განათლებული ბლოგერი. და დანარჩენს ახლა ჩემზე მეც და ჩემზე საინტერესოდ აი ეს გეტყვით, აი ვაჟამშაველა და შიგ ევროპა რო აქვს შეზავებული, რა გითხრათ მეტი. ხმელეთიდან შეტევის ალბათობა არის 0. არ ვიცი, შმაგიამ შეიძლება უფრო იცოდეს ახლა ამან. ილია ჭავჭავაძის და შიგ ევროპის შეზავება მოახერხა ერთად და ალბათ მაგის მასაც გამორიცხულია მე გეუბნებით, რომ ამერიკული ინტერვენცია განხორციელდეს იმაში რა ქვია. აი ეს ლიბერალია ბიჭო, პატრიარქის სიტყვებს უსმინეთო და ზვიადის და მერაბისთვის და იმისთვის იკლავს თავს, აი ეს ლიბერალია შმაგია გას. გამორიცხულია ჩემო ძმაო, გამორიცხულია. ასე რომ რა ვიცი ახლა ვისაც არ მოგწონთ, ჩემი აი კიდე ერთხელ დავდებ რომ აუცილებლად გამოიწერეთ ამ ადამიანის გვერდი, აი შეხედეთ თვალებში როგორ ეტყობა, ნამდვილი ჭეშმარიტი ვაჟკაცი არის, როგორ იმაშვება, რა ქვია, როგორ გვაკრიტიკებს და როგორ გლანძღავს და როგორ იცავს მის ქვეყანას, ამიტომ გადამიმისამართები ხართ შმაგიასთან. ის ხალხი, ვისაც ჩემი არ გჯერათ და მე რუსეთის აგენტს მიძახით, აქ ნახავთ თქვენ ოაზისს და სულიერ შვებას. შმაგია სამხარაძე. არ ვიცი, ქალბატონო სუზი, მე ვიცნობ პატააბულაძეს დიდი ხანია, მაგ ურთიერთობა, რა ვიცი, ხან ლანძღავს ამოცნებას და ხან მაგენის ფასი არავინ არ აყავს და რა გითხრა, რა გითხრათ, ხან ლანძღავდა კობახიძეს ამისასე და ამისისეო და მე ერთი სურათი ედო ჩახუტებული კობახიძესთან შვედიერი ბიჭიაო კაცო რა დააბრალეთო იგიო ეროვნულობის ცნობიერებაო იგიო მოგონილიაო და რა გითხრათ აბულაძის გამო კი არა ღვიძლის გამო ვერ ვაგებ პასუხს ვერაფერზე და მისი აზრია და მისი დამოკიდებულებაა რა გითხრათ მაგრამ აი ეს ყურნა ნახდად გამოიწერეთ, აი ეს ყურნა ძალიან ისა, რა ქვია, დიდი ანალიტიკოსი არის და უსმინეთ ხანდახან მეც უსმენ. ხო, მომიძღვნა, ხო, რა ვიცი, რამდენჯერმე მომიძღვნა ძმა და ახლა ერთხელ უნდა გავცე პასუხი. ასეთი ბიჭო, ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან, ჭეშმარიტი გმირია რა. ხო, ახლა ირანის ჯიჰადის გამოცხადება, რა ვიცი, როგორ გითხრათ, ჯიჰადი საერთო მუსლიმანური სამყაროს წმინდა ომის გამოცხადება არის და შეერთებული შტატები და ესა რა ქვია, არაბული სამყარო ისია გადაბსკვნელი ერთმანეთზე, რა ვიცი. გიგაბოკერია ჩემოსულა საყურებლად აგერა. ეს რო გარეთ დადის და ეს რო იმას რა ქვია, საერთოდ ხმას იღებს, ამიტომ იმიფურთხებია ბიძინა ივანიშვილზე და კოცობაზე. გესმის გიგა? ჩერგოს ადაკავს ცოლუკა, ის აკეთებს კიდე მაგარ იმას, რა ქვია, გეოპოლიტიკურ ანალიზებს. შენ რო გარეთ აგდიხარ და უსჯელი რო დადიხარ, ამიტომ იმიფურთხებია დღევანდელი ხელისუფლებისთვის და მათი მომხრეებისთვის. დამპალო შენ უნდა ლპებოდე იქ იმ ციხეში. თან ისე კი არა, სააკოვი და ისინი როზიან, ცოცხი და დუბინკა არჩევანში უნდა გქონდეს. და შენ დასირებული ცოლიც უნდა გყავდეს გვერდით. ბატონო გიგა. Ну, მოკლედ, აი, ამის თქმა მინდოდა, შმაგია აუცილებლად გამოიწერეთ, აუცილებლად მოусმინეთ, ჩერგოს და ბოკერიას კლასტერი არის. არ ვიცი, კაცო, ვინ არის დიდი ანალიტიკოსი ვერ გეტყვით.
მე ნუ მეკითხებით აი ადამიანურად ახლა თქვენც ხო ძალიან კარგად იცით ვინ რისი გამკეთებელია და ვის რა ბიოგრაფია გააჩნია და ვის რა ანალიზის უნარი გააჩნია და რატო გინდათ რომ ყველაზე მე ვილაპარაკო სიმართლე მე ადამიანურად ჩემი ადამიანური პატივისცემა არ დამიკარგია მაგ ადამიანის მიმართ როგორც პიროვნულად მაგრამ არ ვიცი მე მისი პოლიტიკური კურსი დღეს მტერია ოცნების ხვალ მოკავშირეა და მეგობარია და დიაგითხრით ხო არ ვიცი ახლა ბოკერი ამას თუ კიდე უყურებს ამინ და სიმას უყურებს როგორც მოლაშვილს მოიქცენ ციხეში აი ესე უნდა გიქცეოდნენ შენც გველის ციცილო არ ვიცი გიგა და ჩერგო ალბათ გაამართლებს იმას რომ ამერიკა რასაც აკეთებს და გიგა და ჩერგო ალბათ იმასაც გაამართლებს რომ ნეთანიაჰუ სამხედრო დამნაშავეა მაგრამ მაინც მართალია ეს ხალხი არის მეხუთე კოლონა ეს ხალხი რეალურად თქვენ ვისაც ხედავთ ახლა იქ ვინც მიტინგებს მართავს და ვინც ეს სტალინს რო აღჩობენ და ლანძღავენ და აგინებენ რეპრესიები ქონდა ამერ ბოზიშვილებს ყვიდავდა იქ ტროცკისტებს ამერ დედამოწყუნებს რომელიც ძალიან ბევრი იყო თბილისი განსაკუთრებით თავშესაღარი იყო ამ ბოზიშვილების ოდითგან როგორც ადრესა მთელი ბიონაგავიროა სოფლიოს ბიონაგავიროა თბილისში დამოყრილი მაშინაც ესე იყო 37-ში და იმასაც გეტყვით რომ ეს რეფორმები რო არ გაეტარებია და კი იმას არ ვიტყვი რომ ვინმე არ გაყვა იმ რეპრესიებს ზოგიერთი უდანაშაულოდ შეეწირა მართალია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძირითადი მასა არანაირი უდანაშაულო არ იყო ძირითადი მასა ძირითადად იყო ესეთი მოღალატე ბოზიშვილები კარგით დანარჩენი დაველოდოთ და ნახოთ რა იქნება და როგორ იქნება კარგად გრძანდებოდეთ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის ომი გაგრძელდება კიდევ დიდი მასშტაბებით უფრო დიდი მასშტაბებით ნახოთ რა შედეგი იქნება ძნელია ომის პროგნოზირება მით უმეტეს ახლა ამ სიტუაციაში და თანამედროვე პერიოდში უამრავი ფეიკი იქნება უამრავი სიყალბე გავრცელდება დღეს ხელოვნური ინტელექტის პერიოდი არის ფეიკები ისეთები არის რომ მართლა გეგონებათ ეს ახლა ამიტომ ძალიან ყურადღებით დააკვირდით ოფიციალური განცხადებების გარდა პრაქტიკულად არაფერი არაა დასაჭირებელი კარგად გრძანდებოდეთ